მოგესალმებით ვანო შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე. დიახ, სწორედ ეს არის მთავარი იუმორისტული შოუ და დადგა დრო რომ გააკეთოთ არჩევანი და საერთოდ დავასრულოთ სხვა დანარჩენი იუმორისტული შოუები. რა დროს იუმორია, რა დროს სიცილია, 15 წელია ვარსებობ და კიდე მე უნდა ვიყო. სულ მე უნდა ვიყო, სულ ჩემია, მე უნდა ვიყო ყველგან. მე ვარ. რა ვიცი, ოცნებამ აგრესიული ტრენდი შემოიტანა არჩევნების მეორე ტურში და ვეცადე რომ მეც ავყოლოდი, რომ მეც მინდა რომ აგრესიული ვიყო. მიხვდით როგორ არის? ხოცები კარგად არ გამომდის, მაგრამ დაწყებისთვის არა უშავს ძვირფასო მეგობრებო. ამ თემას მოგვიანებით დაუბრუნდები, მანამდე კი დავიწყებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზენტაციით 2 დღის წინ მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ წარმოადგინა კოალიციური მთავრობის პრეზენტაცია. აშკარად მაღალი დონის პრეზენტაცია იყო ესე რომ შევხედოთ. ესეთი კაი კარტინკა იყო ესე რომ ამბობენ ხოლმე რა. სახეზეა მრავალფეროვანი, მრავალპარტიული მთავრობა, რომ დავაკვირდი. ეს პრეზენტაცია გაკეთდა იცით როგორი ხალხისთვის? აი რომ ამბობ რომ იცი არც ის მომწონს და არც ეს, მაგრამ რაღაცა სხვა მინდა, იცი, აი ეგეთი ამომრჩევლისთვის, იმათვისაც არის, აი რომ ამბობენ რომ იცი რა ხალხი დაიღალა, იცი, აი რა არის, აი კოცებისთვის არასოდეს მიმიცია ხმა, მაგრამ არც ესენი მინდა, იცი, არ მინდა ესენი. ეგეთი ხალხის, მაგრამ ამაზეც შეიძლება თქვა გამოვლენ და ამაზეც იტყვია რომ მელია ხაზარაძე ჯაფარიძე ანუ ვერ გავიგე დაბლები ნოუ ხო თუ რა შეა საქმე ანუ დაბლებზე არ ზრუნავ თუ როგორ არის თქვენი საქმე ერთი სიტყვით თქვენთვის გაკეთდა ეს კოალიციური მთავრობა და ეს თუ არ მოგწონთ მაშინ გეტყვით რომ სხვა ფიზიკურად არ ყავს გამოილია აღარ აყავს არავინ ამიტომ თქვენზე მორგებული მთავრობა არის შვედეთში გენაცვალე და წადით და იმათ მიესით ხმა და იმათზე ისაუბრეთ. აბა სხვა რა გითხრათ. ამ პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე ნიკა მელიამ კონკრეტული საარჩევნო გეგმა შესთავაზა ამ მომრჩეველს პენსიის გაზრდა 100 ლარით თბილისელებისთვის 100 სტუდენტი უსხოეთში სასწავლებლად გაემგზავრება და საჯარო სკოლებში უფასო ყვება ბავშვებს. ნუ ატყდა ერთი ამბავი ქართულ ოცნებაში. ეს როგორ შეიძლებაო? ამას როგორ ატყუებს ხალხსო? მე ვფიქრობ რომ ერთი ესეთი კლიპი უნდა ჩაწეროთ ხოცებო. აი ხო ხტები ცოტა ეს თემა რო გავაშავოთ, ეს თემაც ხო შეიძლება რომ გავაშავოთ. აი მაგალითად ბავშვები რო ჭამენ კატლეტს და ფუნთუშებს და აი ესე აი ამ კადრებს უნდა დაადოთ რაიმე მძიმე მუსიკა და ბოლოს წარწერა არა კატლეტს, არა ნაცებს. ან რაღაც ეგეთი მოშე, მიდი და მოიფიქრე რამე ტყუილად გიხდები ნახევარ მილიონს თუ რაღაცას. აბა იმუშავე ძალიან ახალ გაზარმაცებული რაღაცა აღარ ახარ ისეთი აღარ მომდის ყურში ესეთი რაღაც აგრესიული სისხლები აღარ ისხმევა რაღაცა და იმუშავე რა ამოძრავდი შეკაი ადამიანი. რაღაცა მოდუნების პერიოდი აქვს მიხვდი ახლა და მესმის ალბათ აი ამოიქოქება ხვალიდან ზეგიდან ესე. რამდენიმე დასინა კიდეც ნიკა მელია სად გვაქვსო ბიუჯეტში მაგის ფულიო მართლა სადა გვაქვს ახლა თბილისის ბიუჯეტში ამდენი ფული ეგ ეკითხებით ფული რო იყოს რა კალაზე ვერ გააკეთებდა ამ პროექტს თუ რა მაგრამ თავს ზემოთ რომ ძალა არა უნდა ქნას ადამიანმა კაცმა ავტობუსების ტენდერიდან ძლივს იშოვა 60 მილიონი კაპიკებზე ტილაობს და ამ პროექტს რანაირად განახორციელებს აი წარმოგიდგენიათ რა აფხელა პროექტია მართლა როგორ გინდა შეწყვეტს მართლა თბილისის მერია მართალია თბილისის ბიუჯეტი არ არის თბილისის ბიუჯეტში არ არის თანხა ბავშვთა კვებისთვის სამაგიეროდ არის თანხა ოცნების მომხრეთა ფიქტიური სამსახურის ხელფასებისთვის მაგალითად როგორც გაირკვა მომღერალი თემურ თათარაშვილი გაფორმებულია მერის თანამშრომლად და ხელფასაც იღებს ბიუჯეტიდან მოკლედ რა ვიცი თათარაშვილი ამჯერად კალაძესთან მეგობრობს და აქვე მინდა გითხრათ რომ გახარიასთვის ნათქვამ კომპლიმენტს ხანდაზმულობის ვადა შეეხო და გაბათილდა ორივე კომპლიმენტი გაბათილებული არის შეუძლებელი. ოცნების კანდიდატი კახი კალაძე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა ახალი ვიდეო მიმართვით, რომელიც აშკარად არ გავდა პირველი ტურის მიმართვას. მოდით ნახოთ პატარა მონაკვეთი. მოგესალმებით მეგობრებო. მივესალმებით ჩემს თბილისს, ჩემს თანაქალაქელებს. პირველ რიგში კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თითოეულ ამომრჩეველს. სამწუხაროდ დღესაც გვიწევს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას. როგორ ხდებოდა მოქალაქეების ღირსების შელახვა, ძალადობა, ტერორი, საკუთრების ხელყოფა, მედიის დარბევა, ცინიზმი, ტყუილი, რეკეტი. ეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის ის ბნელი წარსულია, რომელსაც არასდროს დაუბრუნდებით. მეორე ტურამდე კახი პოლარიზაციის დასრულებაზე საუბრობდა. ახლა
აგრესიული ვიდეო გამოაქვეყნა და დავასრულებთ ნაცებსო ბოლო-ბოლო ესე თქვა მე ბოლოში და ჩემი აზრით შემდეგ ვიდეოში მაკაროვით ისვრის ესე გაბ ნუ ყურადღება მიაქციოს ვიღაცამ ხო ხდები ხო არიან ეგეთი ადამიანები მაკაროვის რო ისვიან და აქტიური ადამიანები ესეთი იარაღითო დადიან ქართული ოცნების მთელი შემადგენლობა გადასულია ზიზღის ენაზე და აგრესიაზე მათი გამოსვლების მთავარი შინაარსი ერთია დავასრულოთ ნაცები თან 9 წელია ამას გაიძახიან ამ ძახილში კი გადის უკვე ოცნების მმართველობაზე ტიტრები ადის უკვე ჩვეულებრივად თან ისე თავდება ამათი 9 წლიანი ფილმი რომ გაგრძელება არ ამგონია იყოს იმიტომ რომ თავარი გმირის რეიტინგი კვდება ბოლოს ვიხდით და რანაირად უნდა გაგრძელდეს ვერ გაგრძელდება ფიზიკურად სიუჟეტი ვერ გრძელდება სიუჟეტური ბმა არა აქვს ვიხდით რა შესაძლოა ქოცების მომხრეები გაიძახიან ნაცები ვერასოდეს დაბრუნდებიანო ვერასოდესო რა ვიცი რა გითხრათ აგერ მარიო ჩივარო დაბრუნდა თავის ფარული ვნებით და რომან გოცილიძე რომ დავაბრუნოთ ხელისუფლებაში რა დაშავდება მე არ მესის ვიზე ნაკლები შარმი აქვს რომანს ეგ ეკითხებით პრემიერ-მინისტრი აგრესიის ახალ ეტაპზეა გადასული ნაცები უკვე დაასრულა და ახლა ევროპარლამენტარების დასრულებაზეა გადასული ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას თხოვენ რომ მიხეილ სააკაშვილის გაათავისუფლებოს და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს რომ არ გვაინტერესებს მაგათი აზრიო ევროპარლამენტარები აღშფოთდნენ ამაზე ასე როგორ გვესაუბრებაო კაცო ეს რა დიპლომატიური ენაო ეგ ნორმებში საერთოდ არ ჯდებაო ხალხო დიპლომატიურ ნორმებში კი არა მადლობა უთხარი ცოცხი და კასტილით რო არ მოგდებთ ირაკლი ღარიბაშვილი მომთხოვეს აქ დიპლომატია და რაღაცა ეს მაღალფარდოვანი საუბრები ისე სულფასო მეგობრებო ვეღარც კი ვიცი უკვე მე რამდენს ვაოცებთ ევროპას აი ეს არის საინტერესო ევროპარლამენტარებს რომ ესე მოიხსენებენ ეს ნიშნავს ერთ რამეს რომ ჩვენი ქვეყანა ცივილური ორბიტიდან ქრება იმიტომ რომ ესეთი ტონით ევროპას მხოლოდ 3 ლიდერი ელაპარაკება პუტინი ლუკაშენკო და ღარიბაშვილი ამიტომ ის დროა ამ ყველა ქოს პოლიტიკოს მოვკიდოთ ხელი და კალაძისვე ნაყიდ ნაგვის ურნებში გადაუშვათ ოღონდ უნდა დავახარისხოთ ოღონდ ხო არის ეს ნაგავს რომ ახარისხებსო რა ქვია პლასმასის ბოთლები ცალკე ქაღალდი ცალკე და ესევე უნდა დავახარისხოთ ესენი მაგალითად სასარგებლო იდიოტები ცალკე ურნაში, მავნებლები ცალკე ურნაში, ქვეყნის გამყიდველები ცალკე და ირაკლი კობახიძე ცალკე. იმიტომ რომ ირაკლის ცალკე ურნა ეკუთვნის, იცი, მაგას ვერავისთან ვერ ავრევთ. არ გამოდის, არ შეიძლება ის ცალკე უნდა იყოს. ირაკლი. აგრესიული მესიჯები მხოლოდ ოცნებიდან არის ის მეორე ტურის წინ ტელეკომპანია იმედი აცხადებს რომ გადადიან საგანგებო რეჟიმზე და არ დაუშვებენ ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნებას. იმედი საგანგებო რეჟიმი რას ნიშნავს? სავარაუდოდ თურქული სერიალის ყველა სერიის ბოლოს დააწერენ 177 სერიის და ნაცების დასასრული. სერიალების ესე დამთავრდება, მიხვდით? იმედი ისედაც ისე დღეშია, არ ვიცი დამატებით რას აპირებენ, ალბათ წამყვანები ჩასისხლიანებული თვალებით ისხდებიან ეთერში და სავსე მთვარეზე ყველა ჟურნალისტი მგლად გადაიქცევა, რომლებიც ქუჩებში ირბენენ და ნაციონალების ყველა მომხრეს ხელს გამოღადრავენ კბილებით. და ამ ყველაფერმას თუ არ იმუშავა, შეიძლება ბოლოს პირდაპირ ეთერში ნაციონალი დაკლან. აი ესეთ დღეში არიან, არხია თვითონ ესეთ მდგომარეობაში გადასული. საერთოდ ძალიან დაძაბული იქნება ჩვენს ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური, მაგრამ ჩვენ ქვეყანაზე მეტად ახლა უზბეკეთი უფრო მაფიქრებს. კარგად მოусმენთ ინფორმაციას. თამარ ჟვანია უზბეკეთის საარჩევნო სისტემის ფონდის დირექტორად დაინიშნა. მოდით მეგობრებო წუთიერი სიცილით პატივი მივაგოთ უზბეკეთის ამ გადაწყვეტილებას. ახლა თურმე თამარ ჟვანიას უბნის მაყურებლები ჩაყავს უზბეკი ძველი ბიჭების დასატრენინგებლად და ასევე ჩაყავს მირანდა მესხი, რომელიც უზბეკ ცესკოს ქალებს ასწავლის სიებით ხელში სირმის 100 მეტრიან დისტანციაზე. ეს თუკანი ქალებიო დარბიან ხოლმე, იცი ეს რომ მისდევს ჟურნალისტი რომ მისდევს. დაგაც ხელში აკავთ. გასაკუთრებით ერთი ქალი მახსენდება, შავებს ჩაცულიო გარბოდეს. ესეთი ქალი ხო არის? ქვეყანა აღშენებლობას განიცდის პირდაპირი და გადატანილი მნიშვნელობით ქართული ოცნების გრანდიოზული პროექტი, როგორც იქნა ძვირფასო მეგობრებო დასრულდა, როგორც იქნა ეს ყველაფერი ხულოს მერიამ გვამცნო, მათ გამოდეს Facebook-ზე მათ მიერ განხორციელებული საუკუნის პროექტის სურათი. ხულოში გრანდიოზული ხიდის მშენებლობა, როგორც იქნა დასრულდა, მოდით ნახოთ სურათი. ამ ხიდის სიგრძე არის 4 მეტრი, ძვირფასო მეგობრებო. 4 მეტრი არის სიგრძე, მთავარია ახლა ეს ხიდი მოხდეს არქიტექტურული
შედევრების ტოპ 10-ში. არა ბიჭო, მარტო მშვიდობის ხიდია, ხიდი, რა სამობთ. გასკნით გულზე ნაცებო, მარტო ეს 4 მეტრიანი ხიდი კი არა, მალე არჩევნებს თუ მოიგებენ 6 მეტრამდე დააგრძელებენო, ესე გავიგე მე. და აი მანდ ჩაიხრჩობით ბოღმაში ყველა. ხათაშორის ეს არის ერთადერთი ტენდერი, საიდანაც სიგარეტის ფული მოტეხეს, მეტი ფიზიკურად არ დარჩა. მარტო სიგარეტის ფული დარჩა ამ ტენდერიდან. ახლა კი კრიმინალური ინფორმაცია. კარგად მოусმინეთ მეგობრებო, ქართლის რეგიონის სუსის უფროსის სახლი გაქურდეს. სუსის წინადადება გაიაზრეთ, სუსის უფროსის სახლი გაქურდეს. ისიც რა არის წაღებული, სხვანებთან ერთად საიდუმლო ფაილები. მოკლედ რომ თქვა, სახლიდან წაღებულია ტელევიზორი, ძვირფასეულობა და სექსები. ამ სუსის უფროს მინდა მიუმართო, შეკაი ადამიანოს, ხვის სახლებში რო აყენებ კამერებს, 1-2 კამერა შენ სახლში დაგეყენებინა, ხო გაიგებდი ვინ შემოვიდა და ვინ გაქურდა. მონოლოგის ბოლოს მინდა ჩემი გულის წუხილი გაგიზიაროთ. ამ ბოლო დროს ხშირად დავფიქრებულ ვარ საქართველოზე, ძვირფასო მეგობრებო. მინდა რომ შევაფასოთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა. ამ ყველაფერს ნებისმიერ ეპოქაში ძალიან კარგად გამოხატავს მწერლობა და ზოგადად ქვეყანაში მოღვაწე მწერლები. მოდით ვნახოთ რა დღეშია დღეს ჩვენი ქვეყანა. ანუ ეს ადამიანი რო ლაპარაკობს, წარმოიდგინეთ რომ ესე დღეშია ჩვენი ქვეყანა. აი გაუშვათ ვიდეო. ქვეყანაში დადის ვიღაცა ჩეტო. ვინ არის ჩეტო? რომელიც ანგრევს ყველაზე დიდი განთქმული ქართველი გინეკოლოგის, მიან გინეკოლოგიის და ბავშვებზე სრულვის მამის იოსებ ჟორდანიას ინსტიტუტს. პირველი სართული გამოთხელია და თბილისის კულტურული მემკვიდრეობა იღუპება. ამდენი ხალხი გამოვიდა. ჩეტო, შენ მამას რა უთხარი? ვერ ხედავ მთელი თბილისი გამოსულია? ჩეტო, შენ რაზე გინდა ვიცი მე შენ? ისო ჩეტოშ? არა, ვინა. კამალაში იყო ვიღაცა ჩეტო, რომელიც ვაკის პარკს ძალიან მიმახინჯებდა. მე ხლა მოვიდა ვერისბამდე და ანადგურებს ვერისბა საკათანოირა. ამდენი 1000 ადამიანი გამოვიდა, ვერ ხედავ ჩეტო მართლა. აი რა თქვენია ხლაგას. აი ასია ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, ძვირფასო მაყურებელო, იმედი მაქვს 30 ოქტომბრიდან გამოსწორდება ირაკლი კაკაბაძის მდგომარეობა. აფსუს რა დროს არა ახლა ეს ქოსი, თორე მისწრება ახლა იმედის საგანგებო რეჟიმისთვის. წარმოიდგინეთ. დააჯინე და ალაპარაკე ერთი სიტყვით. ერთი სიტყვით ორი მთავარი კითხვა რჩება ჩვენს ქვეყანაში გადასაჭრელი. როდის გამოუშვებენ საკნიდან მიხეილ სააკაშვილს და ვინ არის ჩეტო? ვინ არის ჩეტო? შეიძლება სწორედ ეს ჩეტოა ნაციონალების დასასრულის დასაწყისი. არ ვიცი, მაგრამ მე არ დაუშვებ რომ ამ მთავრობამ წაგვართვას გინეკოლოგიის ეროვნული ცენტრის უნიკალური შენობა. ჩეტო! დაგვანებე თავი ჩეტო, შემართლა ტო შენა. თამარი, დაუკარი ეს არის ჩემი მონოლოგის დასასრულის დასაწყისი და დროზე დაუკარი, თორე ჩეტო მოგხედავთ თქვენ. დახო. ჩვენ შოუს მუსიკას დაფოროს ბენდი თამრალებელში ხელმძღვანელობენ.